აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგის ხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. მოისმინეს ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ინფორმაცია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ობიექტების ტექნიკური მდგომარეობისა და მასში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალური პრობლემების შესახებ. ჩვენს ონლაინ პროგრამაში ჩვენ გვაქვს მონაცემთა ბაზა, რომელიც უკვე 5 წელიწადია მუშაობს. ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ განვაახლოთ ეს ჩვენი მონაცემთა ბაზა ონლაინ რეჟიმში, ჩვენი წარმომადგენლობების მეშვეობით, სადაც შეტანილია ყველა კომპაქტური დასახლების ტექნიკური მდგომარეობა და ასევე მცხოვრები დევნილების სოციალური პირობები. დაგროვდა წლების მანძილზე რამოდენიმე პრობლემა, რომელიც მოითხოვს უფრო ღრმა შესწავლას. ამიტომ ჩვენ დღეს მივიღეთ დავალება იმის შესახებ, რომ არა მარტო ფიქსირება ხდებოდეს აი ამ პრობლემების, არამედ მათი გადაჭრის გზების ძებნა. ჩვენი დეპარტამენტის მეშვეობით უნდა რეგიონალურად ან დაუშვათ აჭარაში, იმერეთში, თბილისის რაიონებში მომამზადოთ მთელი ამ ჩვენი პრობლემების ჩამონათვალი. შევთავაზოთ ბატონ თავმჯდომარეს, ესე იგი ისწრე ორგანიზაციების, რომელსაც ძალუძს აი ამ პრობლემების მოგვარება და გასვლითი, ასე ვთქვათ, პირდაპირ მთავრობის ხდომები, ადგილობრივი მუნიციპალური ხელმძღვანელობის, სამინისტროების მოწვევით ჩავატაროთ ადგილზე, იმისათვის რომ დაიგეგმოს ესა თუ ის ღონისძიებები, მინდა ეს დავიწყოთ აჭარიდან, რისთვისაც მოგვეცა ერთი თვის ვადა და ალბათ ეს იქნება ჩვენი პილოტური პროგრამა. აგრეთვე მოისმინეს ინფორმაციები ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და მათზე რეაგირების შესახებ. აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმებისა და მაშინ დობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა აპარატის როლზე.